კაპიტანო! იბერიას გაუმა! საქართველოს ჩემპიონი საქართველოს კლუბი ზოგადად 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევროტურნირებზე. ჩემპიონი ხარ, ზმაო, ჩემპიონი ხარ. გამარჯობა მეგობრებო, დღეს ისტორიული დღეა ქართული ფეხბურთისთვის 11 აგვისტო 2026 წელი მიხეილ მესხის სტადიონი დღეს იბერია ეთამაშება ჩრდილოეთ ირლანდიურ გუნდს ლარნის ორივე ჩემპიონი საქართველოს და ირლანდიის ჩემპიონი, ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი დღეს გაარკვევენ ვინ გავა მინიმუმ კონფერენც ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ამ შემთხვევაში ამ თამაშისთვის ევროპა ლიგის პლეი-ოფში. როგორც იცით, ამ მატჩში გამარჯვებული მინიმუმ გავა კონფერენც ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მთავარ ეტაპზე და ევროტურნირების მთავარ ეტაპზე საქართველოს ქართული კლუბი არ ყოფილა 2004 წლის შემდეგ. წვიმიანი დღეა, თან მზეც არის და მოდი გამოყვებით ერთად უყუროთ ამ თამაშს. ამ ვიდეოში ნახავთ თქვენ ძალიან საინტერესო მომენტებს ამ მატჩიდან, ისეც რომელსაც არ გაჩვენებენ ტელევიზიით და ამისთვის საჭიროა რომ რო არ გამოგჩეთ ასეთი მსგავსი საინტერესო ვიდეოები, სპორტული ვიდეოები და არა მარტო სპორტული, დალაიქეთ ეს ვიდეო, რა თქმა უნდა გამოიწეროთ არხი. მაშასე, თამაში იბერია ლარნე, თბილისი 11 აგვისტო 2026 წელი. Please get my name. Capitano!
თავისუფლება ერთმეტმეტრიან სიტყავს ლარნის ცოტნელი მაშასე მეგობრებო იწყება მეორე ტაიმი პირველი ტაიმი მატჩის პრინციპში თანაბარი ბრძოლით გაიმართა თუმცა იბერიას ფეხბურთელებს უფრო მეტი გასატანი საგოლე შანსები ჰქონდათ ეს მატჩი შეიძლება როგორც გითხარით ისტორიული აღმოჩნდეს ამიტომ მეორე ტაიმი და მერე ალბათ თუ დასჭირდა დამატებითი დრო იქნება გადამწყვეტი მაშასე იწყება მეორე ტაიმი
FC Marne. Player number 45, Robert Gibson. Așa 1-0 maçის 75 წუთზე. იბერია ისტორიის დაწერასთან ძალიან ახლოს არის. გათანაბდა მეგობრებო 1-1 ერთ წუთში გათანაბდა ანგარიში. ასე დასრულდა მეგობრებო, ძირითადი დრო დასრულდა ფრე ანგარიშით 1-1. ახლა დამატებითი დრო დაინიშნება თბილისში, სადაც ირკვევა ვინ გავა მომდენო ეტაპზე ევროპა ლიგის და მინიმუმ კონფერენციის ლიგის უფრ ეტაპზე. ასე მეგობრებო, მაჩის 103 წუთზე სიხარულაშვილმა წინ გაიყვანა ისევ იბერია 2-1 და უკვე წინ გავიდა თბილისური კლუბი და ისტორიული შედეგისთვის შედეგისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
ნეუტევს და აპრესინგებს იბერიას და აქ ქართველი ბიჭები ფერგიუსონს ლარნის მეკარეს აპრესინგებენ ომგერიან რაღაცებს ინგლისურად მეგონა ამათ გამოხედა მეკარე, მაგრამ თურმე აქ ტაბლოს უყურებს უკან სინამდვილეში. ესეთ კარიც არიელია მეგობრებო, მეკარე ჩავიდა კუთხურზე. კუთხური დანიშნა, იმიტომ რომ 1 წუთს გადააცილა თუ რაღაც რამდენიმე წამს მაკარიძემ ბურთის მოწოდება კარიდან და ამიტომ საჭმე დანიშნა კუთხური. საქართველოს ჩემპიონი საქართველოს კლუბი ზოგადად 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევროტურნირებზე.
ჩემპიონი ხარ, ზმაო, ჩემპიონი ხარ. Сейчас მეგობრებო, ახლა დაიწყება პრესკონფერენცია. მე პრინციპში უკვე ვესაუბრე დემჩენკოს, წუთნელს, იბერიას წუთნელს და მან თქვა რომ იაგელონიასთანაც და
რეინჯერსთანაც მოგებას აპირებს, ვინც არ უნდა გავიდეს იმ წყვილიდან. შესაბამისად, მაგრამ მან თქვა, რომ ისტორია დაიწერა და ეს ყველაფერი დღეს იყო მნიშვნელოვანი, რომ მოეგოთ და გასულიყვნენ UEFA-ს ჯგუფურ ეტაპზე. ეხლა დაიწყება პრესკონფერენცია, მანამდე კი როგორც ნახეთ, დიდი აღიარება იყო. როგორც მოედანზე, ისე ტრიბუნებზე, რა თქმა უნდა. იბერიას გაუმა! ძალიან პოზიტიური და დიდი ემოციები. ჩვენ დღეს არ ქონდა გულმა, ჩვენ გულში გვიდა ერთმანეთ დავყიდოთ, რომ დღეს თქვენი დიდგოლი იყო ეს. დღეს შინგისელი ჩვენი ვაჟკაცების გვირების სცენების და უფლება არ ქონდა, რომ ქართველ ვაჟკაცებს გვირებანი დაეტოვებინათ, მოგებული ვარ დაეტოვებინათ და ჩვენ მეგობრებთან ერთად განამარტო ქართველებს ყველასთან. აი ჩვენ ძუძეჯახთან ერთად ყველას გამარჯვებას გილოცავ და იბერიას გამარჯვებს. გამარჯვება! ყველა ვინც ამ ქვეყანაში ქართულ სპორტის საკითხებს ზრუნავს და განაგრძობს საკითხებს. ყველა ვინც თანამშრომლია ამ წარმოდგენაში. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მე არაკრებულად შემოში. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ქართულ საკითხებში. ძალიან რომანტიკა, მაგარი შემოგვიმაგრება უშემოგვიყვება კიდევ პრომეთი მოვა, მადლობა განსაკუთრებით ჩვენი შემოგვიყვება და მადლობა თქვენ მომუშავე და ყველა. ემერგენცია და ყველა. ყველა სვიც ქართულ საკითხებს, ყველა კლუბს ვინც გაითვალისწინა თამაშები გადამიღო. აი საფეხბურთო ოჯახს და საფეხბურთო ოჯახს ვინც გვეშურდა ერთად ყველა წამოიძო და საქართველოს გრამარ დიახ, წინაზე აღნიშნე, რომ ამის გამოცდილება არ ქონდა და როგორც ხედავთ, შედეგი გამოიღო ამან და ჩვენ ერთად ყველაფერი ეს შევძელით რა. მინდა მადლობა უთხრა მაყურებელს, ვინც დღეს მოვიდა და გვიქომაგა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის მათზე დამოკიდებული და ვილოცავ მთლიანად საქართველოს აბსოლუტურად ამ ისტორიის დაწერას და ამ დიდხნიანი მოდინის შემდეგ როგორც იქნა ქართული კლუბი ევროტურნირზე ითამაშებს. დიახ, წინა თამაშზე რავი, მინდა ვიკითხო სად არიან ეხლა ეს ხალხი, ალბათ კლავიატურა გააუფუჭდათ, იმიტომ რომ არ შეიძლება როცა პირველ თამაშს გუნდი თამაშობს ისეთ პირობებიდან გამომდინარე ჩვენ რაც გამოვიარეთ და მაგ თამაშს მე როდესაც ესეთი კრიტიკა მოდის. მე პირადად ეხლა ჩემზე არ მოქმედებს, ეგ მე არ მაინტერესებს ვიღაცეების აზრი, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდული გუნდი არის ჩვენი და ბევრზე შეიძლება ცუდად იმოქმედოს. ამას ვერ იაზრებს ხალხი, ვიღაცეები, ჩასაფრებული ხალხს გულისხმობ, თორე დღეს ვიც მოვიდა მაყურებელი ეს არიან ნამდვილი კომაგები ქართული ფეხბურთის და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა მათ რა. მართლიანი ჩემი აზრით, არ უნდა იყოს უსამართლო. და კრიტიკას გააჩნია კიდე როდის აკრიტიკებ ფეხბურთელს, როდესაც გუნდს 0-0 აქვს ნათამაშები და ერთ კვირაში მეორე საფასუხო ესეთი მნიშვნელოვანი თამაში აქვს, მაგ პერიოდში კრიტიკა ჩემი აზრით მიუღებელია, რაც უნდა ფეხბურთი გვეთამაშა. კიდევ ერთხელ ხაზს უზავ, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მიცოდა რა პირობებში ვითამაშეთ და სად ვითამაშეთ. აქედან გამომდინარე არის ჩემი პასუხიც, რომ უბრალოდ ეს კრიტიკა იყო ჩასაფრებული ხალხისგან და არ მგონია, რომ ბევრმა ძალიან ადეკვატურად გაიგო, ვისაც მართლა გული შეტკივა ქართულ ფეხბურთზე და ადეკვატურად მიიღო ჩვენი ეს ცუდი ხარისხი. იმიტომ რომ როდესაც ახლა შეუძლებელია სლოვანთან ითამაშო კარგად და ამ გუნდთან ცუდად ითამაშო. ის მოხდა გარკვეული პირობებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, რომ დღეს საკმაოდ დომინანტურად ვითამაშეთ და ჩემი აზრით ამ კრიტიკოსებს არ მგონია რაღაცა ხმის ამოღების უფლება ქონდეთ, ნუ ცოტა ხანი მაინც სანამ დაიწყება ჯგუფური ეტაპი და ასე რომ ეს არის და ეს მეტი არაფერი.
სიმართლე გითხრათ, დღეს ისეთი თამაში იყო და იმდენად ყველას ქონდა გააზრებული, რომ ზედმეტი საერთოდ არ გვილაპარაკია. ყველა მიცოდა რა იყო სასწორზე და ყველას თავის-თავში გააზრებული ქონდა, რა დონის თამაში იყო და რაზე წკდებოდა, ესე ვთქვათ. ასე რომ ბევრი საუბრის გარეშე უბრალოდ გამოვედი და ჩვენი ხასიათი და ჩვენი ეს ბრძოლის უნარიანობა ვაჩვენეთ სტადიონზე და ამათ შედეგი გამოიღო და მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ბიჭებს, საერთოდ ყველას, ვინც ითამაშა თუ არ ითამაშა. გუნდი მარტო ეს არ არის, ვინც თამაშობს, გუნდი არის მთლიანად 20-ვე კაცი და მინდა 20-ვეს მადლობა გადაუხადო თავის მსმენელებიანად და სტაფიანად. დიახ, დაახლოებით 11 წლიდან უკვე ამ გუნდში ვთამაშობ და რა თქმა უნდა ჩემთვის უფრო განსაკუთრებული არის, როდესაც შენ კარიერას იწყებ იმ გუნდით და შემდეგ ესეთ ისტორიას წერ, ორმაგად სასიხარულოა და სამაგად და მე ამაყება რომ ამ გუნდის წევრი ვარ და ამ გუნდით დავიწყე ესე ვთქვათ და მეც რაღაც ჩემი წვლილი შევიტანე ამ ისტორიის დაწერაში. აზრით мотиваცია მიეცემა სხვა გუნდებსაც, რადგან დაინახა უკვე ყველამ რომ თუ ჩვენ შევძელით, შეიძლება რომ მათაც შეძლონ. ასე რომ მე ვთვლი რომ ამას мотиваციად მიიღებენ სხვა გუნდის წევრები და ვთვლი რომ ესე ვთქვათ ჩვენ ეს ნავსი გავტეხეთ და ამის მერე უფრო და უფრო წამოვა ქართული გუნდები ევრო ასპარეზებზე და ევრო ჩემპიონატებზე. შესე იბერიამ გაიმარჯვა ქართული საკლუბო ფეხბურთი 2004 წლის შემდეგ ევრო ასპარეზზე ბრუნდება ჯგუფურ ეტაპზე მინიმუმ კონფერენც ლიგის და შესაძლოა ევროპა ლიგის შესე საქართველოში ევროპული ფეხბურთი ბრუნდება თუ აქამდე მოხვედი და ერთად უყურებთ ამ მასს და ამ ვიდეოს მაშინ გამოიწერე არხი მოიწონე ეს ვიდეო და დაწერე კომენტარებში შენი აზრი მოახერხებს თუ არა იბერია ევროპა ლიგაზე თამაშს